ნაწილში ქვეყანას არ გააჩნია განვითარების პროგრამა. არ ვიცით რა დარგები უნდა განვითარდეს ქვეყანაში და ვაკეთებთ უმაღლესი განათლების რეფორმას. ნუ ეხლა ეს ხო სიბნელეში მუშაობა. ვინმე გვითხრა რომ აი როგორი უნდა იყოს, აი ვინმესგან მოგისმენიათ? ტურიზმი მესმის იგული. ეს ხო დაღუპვა ამ ქვეყნის. საქართველოს მომავალი არის ტურიზმი? ან თუნდაც სვანეთის მომავალი ტურიზმია? ვინ ამბობს რომ ტურიზმი არ იყოს, მაგრამ ტურიზმზე დაგნობილი ქვეყანა რა ქვეყანა და საქართველოს ტურიზმზე დაგნობილი შეიძლება იყოს? და მასადამე რა დარგები გვინდა? ახლა ფუნდამენტურ მეცნიერებებს გასაგებია ვერ განვავითარებთ, მაგრამ გამოყენებითი მიმართულებით ხომ შეიძლება რა გააკეთა ჰოლანდიამ ჩიპების პროგრამა მათ ჰქონდათ და მსოფლიოში პირველი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მიხედვით ჩვენი ზომის ჰოლანდია ამერიკის შემდგომ მეორე ქვეყანაა. როგორ გააკეთა ეს მეცნიერებით, მეცნიერებაზე დაგნობით და მეცნიერული პროგრამებით? ჩიპები ამას სხვანაირად როგორ იქნებოდა? ან თუნდაც რა გვინდა ჩვენ ამ ქვეყანაში? რა ტურიზმი გვინდა თუ ბალნეო ტურიზმი გვინდა? მე მაგალითად ბალნეო ტურიზმის მომხრე ვარ და უამრავი ადამიანი, რომელიც წასულია გარეთ ემსახურება ოჯახებში, მოbrunდება, აბა მიეცით კარგი ხელფასი, რა მდგომარეობა იქნება? ბალნეოლოგიური აგერ და ბალნეო ტურისტები ისინი გვაქვს, რა ქვია ეს კურორტები გვაქვს, უნიკალური წყალტუბო ბორჯომი. და აბა შექმენი ერთი ბალნეო ტურიზმის პროექტი, პროგრამა. და დაიწყე 2-3 წლიანი 50 მილიონი უნდა სულ რომ მოიყვანო მოქმედებაში. ლაპარაკია ეს რომ ამოქმედო 100-მდე ის არის ძუღურში გინდა თუ ყველაფერია მიტოვებული, მიგდებული და ვეუბნებით რომ აუზი გავაკეთოთ და წყლის ის გავაკეთოთ ხალხო, ადამიანებო, სამუშაო ადგილები შექმნით, რაღაც მიმართულება მიეცით ყველაფერ ამას ამ ფულს, ესაა მეცნიერება. ჩვენ ლაპარაკობთ რომ დღეს ის აფულის იხარჯება პარკების და სკვერების მოწყობაში. ერთი წელი რო ეს ფული ჩაიდოს, ერთი წელი რომ ჩაიდოს ეს ბალნეო ტურიზმში, ესე იგი საქართველოს ექნება წარმოუდგენელი ესე იგი პერსპექტივა გაიშლება და ადჯერ მეც ჩავდებ ხვალ ბაღების და სკვერების იმაში. ბაღი და სკვერი არ იძლევა შემოსავალს იძლევა ძლიერი წყალტუბო, ძლიერი ბორჯომი. რაჭაში, ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში როგორი კურორტებია, პატარ-პატარა, მაგრამ აი სული ხელის წაკვრა უნდა ზოგიერთს, მეტი არაფერი. და სასაული რამ შეიძლება იყოს.